თუ ჩვენ ძის ეპოქაში შევედით და იესო ქრისტე ჩვენი მხსნელი გახდა, იესო ქრისტეს სახელი მხსნელის სახელია და ჩვენ უნდა შევასრულოთ მოწმეების მისია, რომლებიც იესო ქრისტეს შესახებ მოწმობენ. რატომ? იმიტომ, რომ მამის ეპოქა დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მამის ეპოქას ჰქონდა საზღვრები და შეზღუდვები. შემდეგ ძის ეპოქაში, მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე ამ დედამიწაზე მოვიდა, როგორც მხსნელი, მხსნელის სახელია იესო. ნათლობა და ლოცვა უნდა შესრულდეს იესოს სახელით და ჩვენ უნდა შევასრულოთ მოწმეების როლი, რომლებიც მოწმობენ იესოს შესახებ. მაშინ სულიწმინდის ეპოქაში, ვისი მოწმეები უნდა გავხდეთ? განა არ უნდა გავხდეთ ახალი სახელის მოწმეები. ეს არც იეჰოვას სახელია, არც იესოს სახელი, არამედ სულიწმინდის სახელია. იესოს ახალი სახელი უნდა გამომჟღავნდეს, როგორც მხსნელის სახელი. ბევრი მათგანი, ვინც ჭეშმარიტების მიღების შემდეგ პირველად მოდის ჩვენს ეკლესიაში, ამბობს, რატომ არ ილოცეთ იესოს სახელით, არამედ ქრისტე ან სახელმწიფოს სახელით? ყოველივე ახალი და უცნაურია. ეს აუცილებლად შეუჩველად მოგეჩვენებათ. ძის ეპოქაში განა იუდეველებმა იესო არ მიიღეს და საბოლოოდ არ ჯვარსაცვეს იგი, მათ თქვეს, არ არსებობს მხსნელი იეჰოვას გარდა. ამგვარად შეეძლოთ ჰქონოდათ რწმენა იმ მხსნელის მიმართ, რომელიც იესოს სახელით მოვიდა. იოანეს სახარება, 1 თავი, 30 მუხლი, მე და მამა ერთნი ვართ. მე ვარ ღმერთი. შედეგად მათ სცადეს იესოს ჩაქოლვა. წარმოიდგინეთ მათი ქმედება, როდესაც ქვები აიღეს და იესოს ჩაქოლვას ცდილობდნენ, განსხვავებით ამ ეპოქისაგან. რატომ გააკეთეს ეს მაშინ? იქ რომ ყოფილიყავი, მაშინვე ვიწამებდი, ამბობს ბევრი. მიუხედავად ამისა, ყველა ცხოვრობს გარემოში, რომელიც იდენტურია 2000 წლის წინანდელის. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი დედამიწაზე ხორციელად მოვიდა, გვასწავლის და ჩვენთანაა, როგორ აღიქვამენ ადამიანები ღმერთს. როგორც ბიბლია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ელია და მესია მოვიდნენ. ისინი მათ ისე ექცევიან, როგორც სურთ, ისე როგორც უცხოებს მოეპყრობოდნენ. თუმცა განა არ უნდა გქონდეს პეტრეს მსგავსი რწმენა და ვთქვათ, ვისთან წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები? შემდეგ კითხვასთან დაკავშირებით, რატომ არ ლოცულობთ იესოს სახელით, უნდა დავფიქრდეთ და განვიხილოთ ეს საკითხი. იესოს დედამიწაზე მოსვლამდე არსებობდნენ რწმენის წინაპრები, როგორიც იყვნენ ნოე, აბრაამი, ელია, ისააკი და იაკობი და ასევე ბევრი მორწმუნე. მაშინ როგორ ფიქრობთ, რომელი სახელით ლოცულობდნენ ისინი? ეს იესოს მოსვლამდე ხდებოდა. ყველა მათგანი იეჰოვას სახელით ლოცულობდა. თუმცა იესოს დედამიწაზე მოსვლის შემდეგ ხალხმა იესოს სახელით ლოცვა დაიწყო. მაშასა და მერას იფიქრებდნენ იუდეველები, რომლებიც იეჰოვას სახელით ლოცულობდნენ. იესოს წმინდანებზე, როდესაც ისინი თაყვანისცემისას იესოს სახელით ლოცულობდნენ, ისინი ნაზარეველთა სექტის წევრები არიან. რა უცნაური და უჩვეულო უნდა ყოფილიყო მათთვის იესოს სახელით ლოცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა იეჰოვასი, თუმცა განა ეს ყველაფერი ბიბლიასა და წინასწარმეტყველების სწავლებებში არ იყო ახსნილი. ასევე განა თავად ღმერთი არ მოვიდა ამ დედამიწაზე, რომ ეს ჭეშმარიტება ესწავლებინა მათთვის. შემდეგ მოდით, გავეცნოთ მანამდე არსებულ სიტუაციას 111 ფსალმის მეშვეობით. ვნახოთ მე-4 მუხლი და სახელს მოუხმობ. ვის სახელს უხმობდა? უფლისასზე. ვის სახელზე უნდა ვილოცოთ მამის ეპოქაში? იმ პერიოდში იეჰოვას სახელით ლოცვა ერთადერთი საშუალება გახდა, რომლითაც ჩვენი ყველა ლოცვა ღმერთს მივაწვდიდა. თუმცა როდესაც დრო ახალი აღთქმის დროზე შეიცვალა, ვისი სახელით გვითხრა იესომ ლოცვა? მოდით ვნახოთ იოანეს სახარების მე-14 თავის მე-13 მუხლი. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, რას აკეთებს ის, გავაკეთებ. გადავიდეთ მე-16 თავზე. ვნახოთ 23 მუხლი.
იმ დღეს არაფერს მკითხავთ? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგცემთ თქვენ. აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს. იესომ თქვა, აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. მაშინ ვისი სახელით ლოცულობდნენ ისინი? მათ ღვთისგან სულიერი მადლი და კურთხევა სთხოვეს იეჰოვას სახელით, მაგრამ რა უთხრა ღმერთმა მათ, რომ ამიერიდან უნდა გაეკეთებინათ? მან უთხრა მათ, რომ ყველაფერი იესოს სახელით ეთხოვათ. სწორედ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საცნობარო წერტილი მამის დროისა და ძის დროის განსასხვავებლად. მამის დროში ყველა იღებდა პასუხს თავის ლოცვებზე, როდესაც ისინი ლოცულობდნენ იეჰოვას სახელით, ხოლო ძის დროში, როდესაც ისინი ლოცულობდნენ იესოს სახელით, მათ იღებდნენ პასუხს თავის ლოცვებზე. მაშინ სულიწმიდის ამ ბოლო დროში, რომელშიც ახლავ ცხოვრობ, ვისი სახელით უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენს ლოცვებზე პასუხი მივიღოთ? ეს არის ახალი სახელი. ეს არ არის უბრალოდ რაიმე ახალი სახელი, არამედ იესოს ახალი სახელი. განა მეორედ მოსული ქრისტეს სახელი სულიწმიდის სახელი არ არის სულიწმიდის ბოლო დროში. როდესაც ამ სახელზე დაყრდნობით ვლოცულობთ, შეგვიძლია მივიღოთ პასუხი ჩვენს ლოცვებზე. ჩვენ არ ვცხოვრობთ არც მამის და არც ძის დროში, არამედ სულიწმიდის დროში. მაშინ განა ისინი, ვინც მიიღებენ ღვთისმიერ სულიწმიდის დროში მომზადებულ რწმენას, არ იქნებიან ისინი, ვინც მოიპოვებენ ხსნას და შევლენ სათავსაფელში. ჩვენ უნდა გავხდეთ ისინი, ვინც ქრისტიან სანქონგს ბევრ ადამიანს გააცნობს, რადგან ის ამ ქვეყნად მოვიდა ამ დროის გადასარჩენად. ამით მინდა ქადაგება დავასრულო. გმადლობთ.